პერსონალურად ვიზიდა ივანიშვილმა ეს ქვეყანა უკვე დაანგრია, მეთქი თუ ვიტყვი ამას გადაჭარბებული სულაც არ იქნება. ცხადია, ერთ თქვენგანს აქვს მოლოდინი ახლა რომ მე ვილაპარაკებ რუსეთზე, რუსეთი როგორ გვიპყრობს, როგორ ტარდება საქართველოში რუსული პოლიტიკა, რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებს, როგორ იღებს პერსონალურად ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები, აგრეთვე გაქვთ მოლოდინი იმის თაობაზე, რომ მე ვილაპარაკებ დემოკრატია რამდენად საშინელ და სავალალო მდგომარეობაშია თუ არსებობს ის საერთოდ და არც არსებობს, ადამიანის უფლებები როგორ ირღვევა, პოლიტიკა როგორ გააუქმა ბიზინა ივანიშვილმა, ევროკავშირს დასავლეთს როგორ უღალატა, როგორ შეცვალა ჩვენი საგარეო კურსი მიმართულება. აგრეთვე გაქვთ მოლოდინი იმის თაობაზე, რომ მე ვისაუბრებ ასე მაგალითად ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ეს ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მით უფრო ახლა, როდესაც შეერთებულ შტატებში იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც მიიღო შეერთებული შტატების ქვედა პალატამ, კონგრესმა და მაღალი ალბათობით ზედა პალატაშიც იქნება ეს აქტი დამტკიცებული, მიღებული და მე უკვე დამატებითი მსვლელობა მიეცემა. გასაგებია რომ ეს მოლოდინი გაქვთ. მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ პრაქტიკულად, ან იშვიათად ვლაპარაკობთ ირანის გავლენებზე. ამ ქვეყანაში ირანის გავლენებზე და გასაგებია რომ ირანი თლად მეზობელი სახმელე თუ არ არის, მაგრამ ამ რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და უნებრივია როგორც ბევრი სხვა ქვეყანა ისიც ცდილობს საკუთარი გავლენების გაფართოებას. უბრალოდ ბიზინა ივანიშვილის ერთ-ერთი დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე არის ის, რასაც ახლა ვიტყვი. და სიტყვასაც ახლა წარმოთქვა. ბიზინა ივანიშვილმა ისე მოასუსტა ჩვენი ქვეყანა, ისე მოანგრია მისი მათ შორის უსაფრთხოების სისტემები, ისე გააღო კარი. აქ მაინც და მაინც ემიგრაციას ან ემიგრანტებს ან შემოსულებს არ გულისხმობ. ისე გააღო კარი ამ ქვეყნისა და ისეთი დიდი ასპარეზი მისცა არც თუ დემოკრატიული და რეალურად კი არადემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ მათ თავიანთი სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ და ვერაფერს უბედავს და პირველ ყოვლისა გულისხმობ რუსეთს, რასაკვირველია, ჩინეთსაც გარკვეულზე მაღალი ალბათობით ამერიკელები ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ და ირანს, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე შანსიც აღარ აქვს, ასე უნდა ვთქვა, ან ძალიან ცოტა შანსი თუ გვაქვს, რომ გავლენები ამა თუ იმ არადემოკრატიული, მათ შორის ირანის რეჟიმისა, ირანისა, რომელიც მთელი დასავლური ცივილიზაციის პერის სახელმწიფოა, აღმოფხრათ, ან თუნდაც შევასუსტოთ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით თამამი, გავბედავ და ვიტყვი, თავხედობამდე თამამი და იმის თქმელი, რომ ის არის აქ ხაზეინი, არის ირანის ელჩი საქართველოში, რომელიც ერთის მხრივ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს განა არა, მაგრამ უკლებლივ ყველა აქცენტი, რომელსაც ამა თუ იმ ეპისტოლეში დასვამს ხოლმე ეს კაცი და ის გამოირჩევა აქტიურობით, ხშირად წერს წერილებს, სტატუსებს, გვაცნობს საკუთარ ანოთე ირანის პოზიციას, ეს აქცენტები და ეს מחვილები, რომლებსაც ისვამს, ადასტურებს იმას და ასევე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე, ანუ ურეაქციობა, სიჩუმე, დუმილი, თავის დახრა ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში ბიზინა ხო ნაჩალნიკია. მოსკოვის ემისრები ხომ ნაჩალნიკები არიან, მაგრამ აგრეთვე ერთ-ერთი თანანაჩალნიკია, გაგიკვირდება და საბოლოო ჯამში ერთი ჩვეულებრივი დიპლომატი უფრო ზუსტი რომ იყო, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნაჩალნიკი არის ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომლის წარმომადგენელი ელჩიც უვრცელეს მორიგ ეპისტოლეს, მორიგ ტექსტს ავრცელებს, მე თავიდან ბოლომდე უნდა ჩაგიკითხოთ. დამოუკიდებლად იმისა, რამდენ წუთს წაიღებს ამ ეს ტექსტი და ეს ვიდეო რამდენი ხანი გაგრძელდება და აქა-იქ გავჩერდები და ჩემს მოსაზრებებსაც ამ თავხედურ ტექსტზე გაგაცნობთ, მოგახსენებთ. მაშასე 6 თვიანი მუშაობის შემდეგ უკაცრავად 6 თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც პრესკონფერენციამდე მედიის წარმომადგენლებს გავაცანი დღეს, საქართველოში უწყვეტი 6 თვიანი ცხოვრების შემდეგ სურს როგორც პასუხისმგებლიანმა დიპლომატმა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ჩემი ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეხედულებები წერს ამბობს ირანის ელჩი საქართველოში. საქართველო ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის სამხრეთ კავკასიის რუკაზე. სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია. მეორე მხრივ ამას რო ამბობს, თუ ეს წერილი ითარგმნება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა მიერ და გაგზავნილი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტში, კიდევ ერთხელ დადასტურდება,
რომ მართალი ყოფილა კონგრესმენი ვილსონი და არა მხოლოდ ის, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოს და სხვა აქცენტებისაც როცა გავაკეთებთ და გაგაცნობთ, საქართველოს ირანულ პოლიტიკასაც აწარმოებს, აკატარებს. ამ თვალსაზ ამ კუთხით თუ გავხედავთ ამ წერილს ამ დიპლომატიკაცისა, ეს აკი გიხარით კარგიც არის მეთქი. საქართველოს ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის. სამხრეთ კავკასიის რუკაზე საქართველოს ირანისთვის ისტორიული ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა. ოკეი? გადავახტეთ არ გადავახტეთ უბრალოდ კომენტარის გარეშე დავტოვოთ ეს პოზიცია, ეს მოსაზრება ესაზრი, იმიტომ რომ ბევრი სხვა რამეც გვაქვს სათქმელი. ეს არის ქვეყანა, რომლის არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა მთელი 3000 წლის განმავლობაში დოკუმენტურად და თვალსაჩინოდ უკავშირდება ირანს. გამოჰყავს ამ კაცს, ახლა ესე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ 10 წლეულების, 100 წლეულების, 1000 წლეულების განმავლობაში ლამის პროირანული სახელმწიფო ვიყავით და მთლიანად ამსხვრევს ჩვენეულ გაგებას და სწორ გაგებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. მათ შორის ამსხვრევს საქართველოს ხელისუფლებას არ ეწინააღმდეგება რა ამ თუ სხვა აქცენტებს ირანის ჩემთვის არა პატივსაცემი, ხოლო ვისთვის პატივსაცემი ელჩისა. ამ ხნის განმავლობაში ყველა აღმავლობისა და აღმავლობისა თუ დაღმასვლის სიმწრისა თუ სიხარულის მიუხედავად ორ ერთს შორის ურთიერთობები მუდმივად გრძელდებოდა. ამ კავშირის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის დღესაც ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოიყენება. სხვა შორის არავინ არ უარყოფს, მე არ უარყოფ ირანთან ჭიდრო კულტურულ კავშირებს და ენაში ირანული სიტყვების რაოდენობას და მნიშვნელობას სპარსული სიტყვებისა. არავინ გამათობს ამასთან დაკავშირებით. თუმცა აი იმ შეფუთვას, იმ გარს, რომელშიც სვამს ამ საკუთარ მოსაზრებებს, კიდე სხვა და შორს მიმავალი მიზნები, გეგმები აქვს. ანალოგიურად, სიტყვა გორჯი ქართველი ირანში მხოლოდ საქართველოს აღმნიშვნელად არ აღიქმება. ის ერთგვარი ბრენდია, რომელიც ადამიანების სახელებში, ტოპონიმებსა და თუ ზოგიერთი პროდუქტის აღსანიშნავად ხდება და სრულიად ნაცნობ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენი ბავშვები ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ეცნობიან იმას, რასაც დღეს ირანში ქართული ბისკვიტი ეწოდება. ირანის მრავალ ქალაქში შეხვდებით სახელწოდებებს, როგორიცაა გორჯი ბაზარი, მაგალითად თავრიზის ბაზრის ერთ-ერთი ნაწილი ან გორჯი მაჰალე ქართული ან ბანი უკაცრავად. ეს ის ადგილებია, სადაც ქართველები სახლდებოდნენ და ხელს უწყობდნენ სავაჭრო, ეკონომიკური, სასოფლო და სამეურნეო ურთიერთობების განვითარებას, ოღონდ ისიც უნდა გვახსოვდეს, ბარემ კი არ სახლდებოდნენ. წინანი იყო მე სულ არ მიყვარს რუსეთამდე არსებული, რუსეთამდე მყოფი დამპყრობლების შესახებ აქცენტების დასმა, იმიტომ რომ მე მიყვარს ირანი, ოღონდ მიყვარს არა დღევანდელი ბოლო 47 წელიწადია რომ არსებობს ის ირანი, არამედ ნამდვილი ირანი. ნამდვილი ირანი, ირანული სპარსული კულტურა, უფრო ზუსტი რომ ვიყო, მიმაჩნია რომ ის არის უგენიალურესი კულტურა, მიმაჩნდა და მიმაჩნია და მივიჩნევ მომავალში, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ბოლო 47 წელიწადი ამაზე კიდე გამახვილებ ჩვენ ყურადღებას რაც ხდება ირანში, ეს არის ჩემი აღქმით და ობიექტურადაც კატასტროფა. მათ შორის აი წელს რაც მოხდა იანვარ-თებერვლის თვეში, როდესაც 40,000 კაცი 2 ღამე 36,457 კაცი 2 ღამის განმავლობაში აწუხდა უპულმა ლიკვიდირებული ალი ხამინეის რეჟიმმა და ხოცა პირდაპირ მნიშვნელობით ამაზეც გამახვილებთ ყურადღებას თუ დრო დაგვრჩა. დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში, პარლამენტში წარმოშობით ქართველ ირანელებს საკუთარი წარმომადგენელი ხავთ და ისინი ოფიციალურად მონაწილეობენ ირანის საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჯერ საკანონმდებლო სისტემა რა ვთქვი მე ირანისა, იმიტომ რომ იქ საბოლოო ჯამში უკვე ირანის საკანონმდებლო ხელისუფლების კი არა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერაც კი ძნელად თუ რამ იმართება, კონტროლდება, რეალურად საბოლოო ჯამში ეს გადასულია, ეს მართვა ირანისა დღეს ყოველ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ტერორისტების, ან ნახევრად ტერორისტების, ასე უნდა თქვა, ხელშია გადასული. აქედან გამომდინარე ეს მოფერება, რომ გვეფერება ეს კაცი, რომ აგ წარმოშობით ქართველებიც არიან მეჯლისშიო, ხო, ეს არაფრის თქმელია. ისინი
წარმოშობით ქართველები, ოღონდ კვლავ მეორებში თავმოყრავლები, იმ მოქალაქე, იმ ადამიანები, იმ ქართველების, რომლებიც იძულებით ჩაიყვანეს ირანში საუკუნეების წინ და საუკუნეების განმავლობაში, ისინი არავის კომპეტენციაში ეჩვეებება, მაგრამ არავის არანაირ პასუხისმგებლობას, არანაირ გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ და კიდევ ერთი დეტალი ალბათ აღსანიშნავი. დამოუკიდებლად იმისა, ისინი ქართველები არიან თუ არა, გააჩნია ვის სამსახურში არიან. არიან ისინი სამართლიანობისა და ნამდვილი ირანის სამსახურში, თუ არიან ალი ჰამინეის ან მოჯთაბა ჰამინეის სამსახურში, ალი ჰამინეის სამსახურში კლავაც, თუ მოჯთაბა ჰამინეის სამსახურში ახლა უკვე აგრეთვე ისრაელის რაშუაში და ირანის გუშაქთა კორპუსის სამსახურში ნახევრად ტერორისტების ქართველი რომს იყოს, ქართველი პირდაპირ მნიშვნელობით, ალავერდი ხანი რო გავაცოცხლოთ და ის იყოს ირანის დღევანდელი რეჟიმის ვინც მართავს რეალურად ვინც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ირანის ტერიტორიაზე, მათი წარმომადგენელი, ის ქართველი არ მინდა მეთქი როგორ თქვა, მაგრამ იმ ქართველისკენ მე არ ვიქნები. კიდევ უფრო მძიმე აბზაცი და კიდევ უფრო საინტერესო აბზაცი. სამშობლოს დაცვისას და ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმების პერიოდში წარმოშობით ქართველ ირანელთა საზოგადოებიდან არაერთი დაიღუპა მოწამებრივად რა მოგახსენოთ. ანუ აქაც ნახეთ ემოციაზე გვეთამაშება, ქართველები დაგიხოცეს, წარმოშობით ქართველები დაგიხოცეს ამერიკელებმა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს წერილი საბოლოო ჯამში თუ სწორედ იქნება მიწოდებული სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, აგრეთვე კონგრესისთვის, აგრეთვე ზედაპალატისთვის, კონგრესმენი ვილსონისთვის თუ სხვა მისი კოლეგებისთვის, საბოლოო ჯამში მაინც კარგია, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, მათ შორის პოლიტიკოსების, ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსების ვალდებულება, რომ განუმარტონ, რომ ამას ბედავს ირანის ელჩი საქართველოში და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ვერც ვერაფერს აკეთებს პასუხად, ვერც ვერაფერს ეუბნება ირანის ელჩს კი არა, ირანის ხელისუფლებას აკანკალებული, მე მესმის რატომაც არის აკანკალებული, გულახდილად გეტყვით, სხვა გამოსავალი თავადვე არ დაიტოვა ამ ხნის განმავლობაში უკაცრავად სიტყვისთვის და გააბლატავა რა ირანის მათ შორის სპეცსამსახურები. ამ ქვეყანაში მოწყვლადი გახდა ეს ქვეყანა ყველა არადემოკრატიული ქვეყნისათვის, ჩინეთისათვის, რუსეთისათვის და ირანისთვისაც კი. და აქ უკვე აღარ დავასახელებ აღარ ვისაუბრებ იმაზე, როგორ არის ინფილტრირებული ცალკეულ რეგიონებში ირანი ვითომ სასწავლო კურსებით, ვითომ უმაღლესი აკადემიური სივრცეებით ჩვენს ქვეყანაში და რამდენად დიდი პრობლემაა ეს ჩვენი ქვეყნისათვის. მაგრამ ასე რომ გავაგრძელო 40 წუთი უნდა ვილაპარაკო, ამიტომ გადავახტები გარკვეულ ამ გადავახტები კი არა, გამოვტოვებ ჩემს კომენტარებს. ამ გადავახტები ცალკეულ აბზაცებს შეიძლება ასეც ვქნა. ისინი ისევე როგორც მათი წინაპრები თავგანწირვით იცავდნენ ირანს, მაგალითად იმამ ყული ხანუნდილაძე, ჰორმუზის სრუტის დაცვისას და ალექსანდრე ბატონიშვილი ირან-რუსეთის ომების დროს, ირან-რუსეთის 19 საუკუნის ომს იხსენებს ამ შემთხვევაში ელჩი და უკვე შემდგომ იხსენებს, არ მინდა შემეშალოს და დიახ, იმედი უკვე შეიხსენებს, ალბათ ყველაზე უფრო ცნობილ პირს ალავერდი ხანს უნდილაძეს არქიტექტურაშიო, აგრეთვე ფილოსოფიასა და აზროვნებაში შაია განს და აგრეთვე ნასრის ხელოვნებასა და კულტურაში მე შორს ამიყვანს ახლა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, ირანისტების ვალდებულება უფრო ან უფლებამოსილება უფროა, მათზე უბრალოდ დიდ პიროვნებებზე ვლაპარაკობთ ირანის მასშტაბით და არა მხოლოდ მათზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ რა საჭიროა ელჩის მხრიდან ამის გაკეთება, იმიტომ რომ მოგვიქონოს, აი ჩვენი საერთო ისტორია გვაქვს. ეს თქვას კაცმა, ან იმ ქვეყნის წარმომადგენელმა კაცმა, რომელიც ახლა ბირთვულ არ დაგავიწყდეთ. ბირთვულ კობინებსა ქმნის ის ქვეყანა, ცდილობს, ცდილობდა და ცდილობს, არამც და არამც არ ელევა და ამ ბირთვული კობინებით ემუქრება ლონდონსა თუ პარიზს და მით უფრო თბილისს და ემუქრება რამე რომ იყოს განადგურებით და სწორედ ამის გამო არ დაგავიწყდეთ მთავარი არსი, ამის გამო შევიდა, ამის გამო მიიტანა შეერთებულმა შტატებმა იერიში ისრაელთან ერთად ირანზე ისრაელზე მე ვიტყვი ორ წარე სიტყვას არავის ეგონოს რომ მე ახლა ხელის დაფარებას დავიწყებ ამა თუ იმ ქვეყნისათვის, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებისათვის, აქვე გეტყვით, მაგრამ ვის და 40 ბოლო პერიოდში 40000
საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელი ხელისუფლებას და მკვლელი ხელისუფლების წარმომადგენელს ამგვარი სიტყვების თქმის ისრაელზე ამგვარი სიტყვების თქმის ერთგვარი მორალური თუ მორალზე უნდა ვილაპარაკოთ უფლება არ აქვს, თუმცა ნუ გავასწრეთ მოვლენებს, ის ახლა გვიქონავს ალავერდი ხანი ქართველი იყო, ის ირანელი სპარსი ქართველი იყო, რომელიც ირანს ემსახურებოდა, სპარსეთს ემსახურებოდა და ასეც შახაბაზის პერიოდში ნუ და ისპახანზე ნუ მალაპარაკებთ და იმ ხიდზეც ნუ მათქვევინებთ ორ სიტყვას. ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები 180 სანამ რაც ელჩია შეუფერხებლად გრძელდებოდა. განსაკუთრებით ირანის მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიმართულებით. ისე ამათ რა უთხარით, მე ვიცი ერთი 5 სულ მინიმუმ ირანელი, რომლებიც ვერ იღებენ საქართველოში ბინადრობის უფლებას და ამ ყველაფერში არა მხოლოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის ჩარეული, არამედ ჩარეულია ირანის საელჩო საკონსულოც, რომელიც ოპოზიციონერს ხაზგასმით უნდა თქვა, ოპოზიციონერ მოქალაქეებს ირანიდან მაქსიმალურად უშლის ხელს, რომ ისინი დარჩნენ საქართველოში, მათი გაბრუნება უნდა ირანში და ვინც ის დაპატიმრებაც კი ან გარკვეული რეპრესიების განხორციელება მათზე, მათ შორის ეთნიკურად ქართველ ირანელებზე, ანუ წარმოშობით ქართველ ირანელებზეა საუბარი. ელჩთან მე ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ხვალ რომ დამირეკოს შემხვდიო, როგორც შეხვდა ეკლესიის წარმომადგენლებს, ასე მაგალითად გვაზავას, რა ქვია, მეუფე გვაზავას, რაგვარიც არის, რა ქვია, რა მასო არ მახსოვს. ხო, და ასევე სხვა პირებს ახაც შეხვედრებს რომ მართავს და ასე შემდეგ მე ახსნა განმარტებებს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, მით უფრო ელჩთან და საერთოდ არც არავისთან არ ვაპირებ. თავადაც იციან საბოლოო ჯამში რაზე ვსაუბრობ და როგორ. ამ 180 დღის განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო კონსტრუქციულ კონტაქტსა და თანამშრომლობაში იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ირანის მდგომარეობისა და პოლიტიკის დეტალებს აცნობდა. ოფს ძალიან საინტერესო აქცენტია, მართლა 40 წუთი განგრძელდება ეს ვიდეო, ძალიან საინტერესო. ანუ გამოდის, რომ ირანის საელჩოს წარმომადგენლები დადიოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახლა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასულში, ანუ ავლაბრის რეზიდენციაში და მინიმუმ მოადგილეს ან შესაძლოა თავად ministrსაც ან მოადგილეზე შევჩერდეთ თუ გნებავთ, აცნობდნენ, მოდი ასე ვიტყვი, საკუთარ ვერსიას, როგორ ვითარდება პროცესები ირანში და ორმუზისლუყეში კონკრეტულად და ეს მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი არ აყავს და არც ერთი ცნობაც კი არ აქვს იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები თუნდაც ერთხელ მისულიყვნენ საელჩოში მაკაია ბოჭორიშვილთან ან მის რომელიმე უგვან და კიდევ უფრო უგვან მოადგილესთან და ვერსიებს ყურით ისმენდა მაკა ბოჭორიშვილიც მაღალი ალბათობით და მე უკვე მთავრობის თავმჯდომარეს ვინიც ის და ანუ ირაკლი კობახიძე სწორედ ირანული ინტერპრეტაციით მიეწოდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე რაც ხდება ირანში როგორც საშინელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები და ესეც იმის ბრალია რომ ბიზინა ივანიშვილმა გამოაპრუტუნა ქვეყანა პირველ ყოვლისა და მოარღვია ყველა ურთიერთობები მათ შორის აი ჩვენ სუვერენიტეტს რაც გვიძლიერებდა ის ურთიერთობები მათ შორის ევროკავშირის და მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოებთან და ოფიციოზის სხვა წარმომადგენლებთან და უსმენს რუსებს, ჩინელებს და ირანელებს. აი დადასტურება მე ხო არ მომიგონია ის კაცი ირანის ელჩი წერს ამის თაობაზე. წარმომადგენლების მდგომარეობის და პოლიტიკის დეტალებს აცნობდა. საქართველოს განიხილებოდა არა როგორც შორეული, არამედ როგორც საერთო გეოგრაფიული, ცივილიზაციული და კულტურული სივრცე, რომელიც მუდმივად იყო ყურადღებისა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ანუ ჩვენ ერთნი ვართ, ამას ეუბნებიან ხელისუფლებას. ჩვენ ერთნი ვართ და არ გაბედოთ და ესენი ამიტომ ამდენად ვერ ბედავენ ესენი ანტიირანული განცხადების გაკეთებას კი არა. მარცხნივ, აი, სად არის ხო გახსოვთ, გდანის ხიდთან არის ეს ქუჩას არ მახსოვს რა ჰქვია, ამერიკის საელჩო იქ გახედვასაც კი ვერ ბედავენ, აღარ ლაპარაკობ მეილის გაგზავნას კონგრესში ასე მაგალითად, იმიტომ რომ იციან, აი ახლა ამასაც ღიად ვიტყვი, იციან რომ ირანის საბაბის სამსახურები მათ ელექტრონულ პოსტებსაც მინიცის და აკონტროლებენ კიდეც. იყო მუდმივი ყურადღებისა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ამ ყურადღებისა და ინტერესის ფარგლებში საქართველოში ისევე როგორც ირანის სხვა მეზობელ ქვეყნებში განხილვისა და კონსულტაციების საგანი გახდა მოვლენების სრული სურათი. გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკა, საომარი ვითარება და სამშობლოს დაცვის, ანუ ირანის დაცვის საკითხი.
უთავხედურესი, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ძალიან კარგი წერილია კონგრესმენ ვილსონამ უნდა მივიდეს და კონგრესმენმა ვილსონმა უნდა გავაკონოს პრეზიდენტ ტრამპს ნახე ერთი ელჩი ირანის ხელისუფლების სახელით რა სიგიჟე რა თავხედობებს წერს რომ იმან დატვიტოს ხაზგასმით ვამბობ იმან დატვიტოს ოღონდაცა და ოღონდ ჩვენი უსაფრთხოების სისტემები რომ მორღვეულია ესეც ფაქტია გახდა მოვლენების სრული გადადებები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიეწოდათ სუსტი ინფორმაცია ორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის განხორციელების მექანიზმების თაობაზე ასევე დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელი ქვეყნების მათ შორის საქართველოს და მრავალი სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია უნდა შევჩერდე ამაზე ირანის მოწინააღმდეგე ძალების კერძოდ შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესახებ და ჩამოუყალიბეს მაკაბოჭორიშვილს და არ მხოლოდ მას აზრი რა საშინელი ქვეყანაა შეერთებული შტატები და საშინელი ქვეყანაა ისრაელი რომელზეც მე ორ მძიმე სიტყვას როგორც დაკმედით ვიტყვი განა არა მე კი არ მერიდება მაგრამ იგივე სიტყვებით რომ გავიმეორო ჩემი კრიტიკა ისრაელისა არსებითად განსხვავდება ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკისაგან თელ-ავივის თუ ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლების მიმართ იმიტომ რომ მე როცა ვაკრიტიკებ მე ვიცი რატომაც ვაკრიტიკებ მე ხედავთ არათუ შეცდომებს არამედ დანაშაულებსაც გარკვეულ შემთხვევებში მაგრამ ისინი დანაშაულებს ხედავენ თავად უფრო მეტად დამნაშავეები რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიასაც იხენებდნენ ნახე ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად ფრთხილად იყავით ირანის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიებსაც იყენებდნენ სხვები და ემან დარგაბედოთ აი ეს არის კვეტექსტი ამ ღია ტექსტისა ნება მომეცით აღნიშნა ირანმა საკუთარი ეროვნული ძალების იმედად დამოუკიდებლად დაიცვა თავისი ტერიტორია ისეთ პირობებში როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი როგორც პოლიტიკური ხელისუფლების ასე საზოგადოების დონეზე ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან მაგარი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმედი მაქვს ჩააღწევს ეს წერილიც, სიტყვით თარგმნილი ინგლისურ ენაზე, მე ვთარგმნით უგნებავთ, ან გამოიხერეთ ხელოვნური ინტელექტი და სახელმწიფო მდივან რუბიომდეც კი უნდა მივიდეს და ვინც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტამდეც კი. ეს კაცი ადასტურებს, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ღიად გამოხატავდა აღშფოთებას საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო პერფექტ ძალიან დიდი მადლობა ელჩს რომ ეს გაგვიმხილა ამ პერიოდში მრავალი ჟურნალისტი და იგულისხმება ცხადია სახელმწიფო მედია ცდილობდა საკუთარი მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით დაეგმო აგრესორის ქმედებები იმედი რუსთავი ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიტივი აგრეთვე ტროლ ფაბრიკები ტროლ ქარხნები ეს რაღაც ფეიქ თუ ნამდვილი ინტერნეტ გვერდები ხელისუფლება ბანდა ხელისუფლების მიერ შექმნილი მედია საშუალებები იგულისხმება ან მხარდაჭერილი მედია საშუალებები აგრესორის ქმედებებს გმობდნენ დიდი მადლობა კონგრესმენ ვილსონ გთხოვთ ამასაც მიაქციოთ ყურადღება რითაც აჩვენებდა ერთგულებას სამართლიანობისა და ეთიკურობის პრინციპის მიმართ ამის არ ამოიწურა ეს პასაჟები მედიაზე ხსენებული ელჩისა მაგრამ ჯერ გავაგრძელოთ ამ პროცესში ქართულმა მედიამ და მისმა საინფორმაციო საქმიანობამ მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული როლი შეასრულა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში ანუ დააბოლეს კარგადო ხალხიო ამისათვის როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი გულწრფელ მადლობას ვუხდ იმ გადაცემებსა და მედია საშუალებებს რომლებმაც სამართლიანი და პროფესიული ეთიკის დაცვით იმუშავეს საკუთარი ხალხისა და პასუხისმგებელი პირების ინფორმირების მიზნით მადლობა იმეც ირანის ელჩი იმ ირანისა რომელმაც 40,000 კაცი მოკლა 3 თვის წინ ამ პასუხისმგებლიანი დამოუკიდებელი მედია გარემოს პარალელურად ფორმულას შემოუტია და არა მხოლოდ ფორმულას და პირველსაც და იმ მედია საშუალებებს რომლებიც მართლა ობიექტურად აშუქებდნენ ობიექტურად დასავლური სტანდარტებით აშუქებდნენ პროცესებს არსებობდნენ და დღესაც არსებობდნენ აღარ ასახერებს ეხლა ტაბლიაშვილები და სანაიებიო ხო სხვები და სხვებიო
ისეთი მედია საშუალებები, რომლებმაც რეალობის უგულებელ ყოფით არარეალური ნარატივების შექმნა ირჩიეს. მაგალითად, მაშინ, როდესაც თავად ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა და სენატსა და კონგრესში სამხედრო მეთაურები და თავდაცვის მინისტრი ამ აშკარად დანაშაულის გამო დაკითხვისა და კრიტიკის ობიექტები გახდნენ. მე ვიყავი მათ შორის, ვინც მაშინ არ ადასტურებდა სკოლის ამბავს და გეტყვით სიმართლეს, მე არ მჯერა, რომ სკოლის ამბავი საბოლოო ჯამში სრული სიმართლეა. იქ არის უამრავი დღესაც პასუხგაუცებელი კითხვა, მათ შორის რომელ დღეს მოხდა, ასე შემდეგ დაუნდობლად იმ დღეს მაინც და მაინც ბავშვებს თუ ეს ყველაფერი ის ფეიქი, ის ფოტო ფეიქია თუ არა, ანუ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია თუ არა, ფოტოშოპში დამუშავებული ზეთხედი როა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაპატიეთ არ გადავალ ამ აზრს, რაც არ უნდა გაბუქოს ელჩმა არა პატივცემულმა. რამდენიმე მედია საშუალებამ ესაკარად დადასტურებული ფაქტის საკუთარი მაყურებლის წინაშე უარყვა. ამ მაინც საკაბათო ფაქტის სრულ ჭეშმარიტებად წარმოჩენით, ელჩი ცდილობს თქვას, რომ აგე ფეიქ ნიუსებს გივრცელებენ თქვენ და ესენი დასავლეთის აგენტები არიან. ეს მედია საშუალებები ოტომიეშულს არ ახსენებს არ სანაიას კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ რომ გულისხმობს და არა მხოლოდ მე და ვახოს ცხადზე ცხადია. Hello friends. მათ მოგვამართეს იმ დღეს, ანუ ჩვენ მივმართეთ თურმე იმ დღეს. ოკეი, ალბათ სხვა კოლეგები არსებობენ. როდესაც თავდასხმების მსხვერპლთა საცხოვრებელ რაიონებზე თავდასხმის შედეგად დაღუპული წარმოშობით ქართველი მოწამეების სამძიმრის წიგნი გაიხსნა. თუმცა საკუთარი დიასპორის მძიმრის წიგნში ჩანაწერი არც დაუტოვებიათ და გულღრიად მოეკდნენ წარმოშობით ქართველ ირანელთა ადამიანურ ტკივილს. ანუ ჩვენ რო წიგნი გავხსენითო და ჩვენო ჩანაწერი ამ ადამიანებმა ჩანაწერი არც გააკეთესო. მე მგონია რომ ეს ტყუილია, ხიად ვამბობ. არ მეგულება კოლეგა ჩემი, რომელიც მივიდა ირანის საელჩოში და რაღაცა კითხვით მიმართა და იმათმა გადაუშალეს წიგნი, აგე მათ შორის ქართველები დაიღუპნენ ირანისთვის, ისლამური ირანისთვის მებრძოლი ქართველები, თუნდაც ქართველები დაიღუპნენ და გააკეთა ერთი წიანი ჩანაწერი შენგენაცვალე მოგვისამსირო და იმათმა უარი თქვეს. საერთოდ ეს ფაქტი შედგა თუ არა ეს კითხვის ნიშანია, თუმცა დიპლომატია გავაღიარებ უოსტატურესად ახერხებს ჩვენს საზოგადოების ერთი ნაწილის დაბოლებას. მეთქი ვიტყვი ასე, არ უნდა გამემახვილებინა ამაზე ყურადღება. მე მგონი რომ უნდა გამემახვილებინა მაინც. კონკრეტულად მოეკიდნენ წარმოშობით ქართველ ირანელთა ადამიანურ ტკივილს დაუსაბუთებელი კითხვებითა და არა დოკუმენტირებული ნარატივების შექმნით წარმოაჩინეს საკუთარი არაპროფესიონალიზმი და აი ეს ხა მაყალდა ეხლა ეს პატივცემული თუ არა პატივცემული ელჩი არაეთიკურობაზე მამუკამდინარაძე ისე რაც აი აქ ამყავს, ირაკლი კობახიძე კიდევ უფრო ზემოთ და სადღაც ირაკლი ზარქუა და აი ხა მაყალდა ეხლა რომ ირანის ელჩი გველაპარაკ მაყალდა რომ არაპროფესიონალიზმზე და არაეთიკურობაზე გვესაუბრებოდეს ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანაში, მაგრამ ისე გააუბედურა ბიზიდა ივანიშვილმა რომ ქვეშინია კიდეც ვთხილობთ კიდეც ემად ხომ არ ეწყინება მაინც ტერორისტული ქვეყნის წარმომადგენელია და ირანის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენელი სპეცსამსახურები ხომ არ მუშაობენ დაცულადაც ვერ გრძნობ ამ ქვეყანაში თავს ბიზიდა ივანიშვილის გამო და გამოისობით წყალობით და გამოისობით ვაგრძელებთ. მიუხედავად ამისა, დღეს კმაყოფილები ვაცხადებთ, რომ დიალოგის კარი საქართველოს მედიის ამ ნაწილისთვისაც არ დაგვიხურავს. ჩვენ არ ვაპირებთ მოსვლას. გასული 180 დღის განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გულწრფელად ცდილობდა. რატო ამახვილებს ამ 180 დღეზე, იმიტომ რომ 6 თვეა ელჩია. და სწორედ საკუთარ ელჩობაზე ლაპარაკობს წინა ელჩი, ვინც იყო მე არც მახსოვს, სიმართლე რა, საერთოდ არ აქტიურობდა. ეს კი ზე აქტიურია. თანამედროვე ირანის პოლიტიკა და მიდგომები პასუხისმგებლობისა და ყოველგვარი მცდარი პროპაგანდის გარეშე გაეზიარებინა საქართველოს მოსახლეობისათვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით და ეს პირდაპირი კომუნიკაციის გზა მართლა არჩეული აქვთ მათ. ისინი მათ შორის ეპარქიებშიც დადიან სამღვდლო პირებს, რამდენიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს ეკლესია და მისი მღვდელმსახურები გვაზავას, რა ქვია, არ მახსოვს მართლა რამ დამავიწყო, მაგრამ მაინც სხვაგანაც ჩავლენ. სხვა ეპარქიებსაც ესტუმრებიან, წინაც რასაკვირველია მოსინჯავეთ სად შეიძლება უფრო და რამდენადაც ეკლესიას და მღვდელმსახურებს და ეპისკოპოსებს პირველ ყოვლისა დიდი გავლენა აქვთ, მათ მოახვევენ ამ საკუთარ რბილ ძალებს, საკუთარ პროპაგანდას, მოდი ვიტყვი ასე.
და ამას ამბობენ ღიად პრინციპში. გარეშე გაეზრებინა პირდაპირ კომუნიკაციის გზით. საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში, როგორც ოფიციალურ გარემოში, ისე ყოველდღიურ საზოგადოებრივ სივრცეებში. ჭამდით რა ერთად. ეს არის საუკეთესო კომუნიკაციის მართლაც არის, ოღონდ. და მუდმივ კონტაქტსა და დიალოგში იყვნენ საქართველოს მოქალაქეებთან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, აბოლებდნენ. და ამას არავინ არც არ უშლიდა ხელს და შეშლის ერთი ადგილი საქართველოს ხელისუფლება ცხადი არ აქვს. არც აკონტროლებდა საქართველოს აი უსაფრთხოების უშიშროების სამსახური, ხო? არც აკონტროლებდა რას ამბობს, იქნება ავერბოკებს. და გამორიცხავთ რომ ავერბოკებს. გამორიცხავთ რომ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ვითომ საელჩოში მყოფები ავერბოკებენ, იქნება ფული ჩააქვს. ყიდულობს. არა მე არ ვამბობ რომ ეს ასე არის, მაგრამ იქნება და იცით ამის თაობას. ან რომ ციცოდეთ გაუბედავთ ირანის საელჩოს წარმომადგენელს, რეალურად სპეცსამსახურების წარმომადგენელს. კითხვაა მხოლოდ. აგიგითხარით რომ როგორც თუთი გამიგზელდება მეთქი 41-ს თუ გადავცდი, უნდა მაპატიოთ 41-ზე არ შევჩერდები ჯინაზე. ამ ნახევარწლიანი ურთიერთობების მთავარი მიზანი ქართველი ხალხის უკეთ გაცნობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. ღია ტექსტია. ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მრავალი სიკეთე, მხარდაჭერა და ფასდაუდებელი თანახმობა. გარკვეული სირთულეებისა და არასასიამოვნო მოვლენების წინაშე კი მოთმინებისა და შემწყნარებლობის პოლიტიკა ავირჩიეთ. მაპატიეთ, აბა არაშემწყნარებლობის პოლიტიკის არჩევის შესაძლებლობაც გქონდათ. მოთმინება რომ არ მოთმინების პოლიტიკა რომ არ აგირჩიეთ, რა უნდა გაეკეთებინათ. სხვაები შეგვიძლია, ამას ხო არ გვეუბნებიან. დღეს გვახარებს რომ ირანის დიპლომატიამ საქართველოში დაამტკიცა უწევდილი. რომ მას შესწევს უნარი გასცეს საელჩოს კედლებს და პირდაპირ კონტაქტი და დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან. გვახარებს რომ ქართველმა ხალხმა ირანთან ურთიერთობაში კონსტრუქციული მოსაზრებების გამოხატვითა და ღრმა ეთიკური და სოციალური გაგების გამოვლენით თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის უდიდესი კაპიტალი ორი ერისთვის, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ და მე მართლა არ ვიხსენებ სპარსეთის საუკუნეების წინ და საუკუნეების განმავლობაში აგრესიას და ოკუპაციას. იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ინტერესი. ის არის წარსულში ჩაბარებული ამბავი. თავისი უმრავლეს შემთხვევაში არც თუ კარგად გასახსენებელი ამბებით. ჩვენ უარესი დამპყრობლების ყოლია და ყველაზე უარესი ყავს მოცემულებს. ეგრა მაგის პასუხია. ყველაზე უარესი ვინც ყავს, ის ირანის მხარდამჭერია. ამ ელჩის მათ შორის გავბედავ და ვიტყვი. ისინი ერთმანეთს გვერდის იდგნენ როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში, გმობდნენ ისტორიის ტირანებისა და მჩაგვრელების ქმედებებს და მომავლისაკენ იმედით იყურებიან. მეც გმობ ტირანებს და მჩაგვრელებს. ოღონდ განსხვავ დაგვეწერა სია ტირანებისა, დამპყრობელი ტირანებისა, საქართველოს დამპყრობელი ტირანების სია. ხომ არ გარწმუნებთ რომ ბევრი რუსი მოხდება, არ გეგონოთ რომ მხოლოდ ირანელებზე გადამოხს. გარწმუნებთ რომ ბევრი არაბი მოხდა, ამდენიმე არაბი მოხდება. მაგრამ ხომ არ დაგვეწერა და ვინმეს ხომ არ გონია რომ ირანის სპარსელები, ისტორიიდან სპარსელები არ მოხდებიან, მოხდებოდნენ თუ მოხდებიან. ძვირფასო ქართველო ხალხო, როდესაც 6 თვის წინ ჩემი მისია საქართველოში დაიწყო, ირანი იყო ქვეყანა, რომელმაც ისლამური რევოლუციის პირობებში 2500 წლოვანი სამეფო მმართველობის ღირებულებისა და მმართველობის მოდელის გვერდის გადადებით ჩამოაყალიბა რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნება ხალხის მონაწილეობას და მათი თავისუფალი პირდაპირ არჩევის უფლებას. ირანზე ლაპარაკობს ეს კაცი ამას. ისრანი ხანახეთ საოცარი პასაჟი. ირანის ისლამური რესპუბლიკის 47 წლის 1979 იხსენებს. პერიოდის განმავლობაში, ანუ 79-დან პერიოდს იხსენებს, რომელიც ირანელი ხალხის არჩევანის შედეგად ჩამოყალიბდა, არ დაგავიწყოთ ეს იყო რევოლუცია, ეს იყო გადატრიალება. და რომელმაც უარი თქვა მონარქიული სისტემის ქედმაღლულ და დესპოტურ ქცევაზე, მე არა ვარ მაინც და მაინც, ეგრა მაგის პასუხია ფეხლევების დინასტიის მომხრე, აღდგენის მომხრეც არა ვარ მაინც და მაინც, მაგრამ აი თავგადაკნული მომხრე 1979 წლამდე არსებული ხელისუფლებისა, პარები ვიტყვი.
მაგრამ ესენი რო ლაპარაკობენ ამაზე, ეს საოცარი ამბავია. აშენდა ქვეყანა, რომელმაც გაუძლო პირდაპირ საგარეო აგრესიას, მრავალჩრიან სანქციებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ ბუქარებს არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის ქვეყანა აშენდა, რომელიც პირთმულ ბომბს აკეთებს და რომლითაც ემუქრება შეერთებულ შტატებსაც. ლონდონსაც, პარიზსაც, ბერლინსაც, ავიცი, ყველას გარშემო ემან თუ გავაკეთე, ნახეთ მე რას გიზამთო. არა ადეკვატურობის განსახიერებაზე ვლაპარაკობ. და ამ ყველაფრის მიუხედავად ღირსება შეინარჩუნა. ამ 47 წლის განმავლობაში ირანმა საკუთარი შიდა შესაძლებლობების, რესურსებისა და ეროვნული პოტენციალის გამოყენებით შეიძინა უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიოს უდიდესი არმიისგანაც კი, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია შტატები იგუძღება. ცხადია, ასევე ისეთი რეჟიმებისაგან, რომლებიც არ ემორჩილება არც მორალურ პრინციპებს და არც ჰუმანურ ღირებულებებს. გავასწროთ მოვლენებს კი არა გავაგზავნოთ კითხვა. ისეთი რეჟიმი, როგორც ისრაელია, სოფ, საინტერესო პასაჟია, რომელმაც ღაზაზე თავდასხმითა და თითქმის 70,000 უდანაშაულო ადამიანის მასობრივი მკვლელობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის ფხიზელი თვალებისა და მდუმარე ენების წინაშე, აგრეთვე მუსლიმთა და ქრისტიანთა წმინდა ადგილებზე თავდასხმებითა და მისი ჯარისკაცების მიერ ქრისტეს ქანდაკების შეურაცხყოფითა და ეკლესიაში ცეკვითა და ზეებით აჩვენებთ თორას, ღირებულებებსაც უგულებთ თორას, ანუ საკუთარ ღირებულებებსაც უგულებელ ხობს. აქვე რაღაცა პირდით მე გეტყვით, რომ ისრაელმა რა საკვირველია ჰამას, ჰეზბოლა, ჰამას სიზდევნაში კი არ გადააჭარბა ძალას. აქვე გეტყვით ხილად. გადააჭარბა არის რბილი, აი ხარება რომ ჩადიოდა, ოღონდ მან გადააჭარბა გვარიანად რა საკვირველია. ისრაელმა კი არ გადააჭარბა. ისრაელმა ჩაიდინა დანაშაულები, გავბედავდა ვიტყვი ევროპელთა პოზიციას. აბსოლუტურად ვეთანხმები კაცობრიობის და ადამიანების წინაშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰამასი არ უნდა განადგურებულიყო, რა საკვირველია უნდა განადგურებულიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც დაიწყო ჰამასმა 23 წლის 6 რაც გააგრძელა ჰამასმა ირანის მხარდაჭერით სხვათაშორის ჰამასმა და ჰეზბოლამ ოქტომბრის ხო 7-ში 6-ში ხო 23 წელს 7 ოქტომბერს რაც გააგრძელა შეიძლება თარიღი და მართლა გიბოდიშებთ. რაც გააგრძელა ტერორიზმი ეს არ უნდა აღმოფხვრილიყო, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკა რომ არ მოსაწონი, დასაგმობი, აღმაშფოთებელი და როცა იქნება მაშინ გასაკიცხი კი არა, ესე დასადანაშაულებელი, ამაზე არავინ გამათობს, მაგრამ მეხუთე მხრივ ვისა აქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში. 1 ღამის განმავლობაში ამ კაცის ხელისუფლებამ 40,000 მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტა თეირანის და არა მხოლოდ თეირანის ქუჩებში. რაც შეეხება ხო აქვე ჭყალებში ვსვათ ვეთანხმები, მაგრამ მის თლიან შინაარს ვერ გავყვები, რომ ქრისტიანთა წმინდა ადგილებზე თავდასხმა იყო და ქრისტეს ქანდაკების შეურაცხყოფით ხო იყო იქ, მაგრამ იქ მე ვიცით რომ გამოსწორდა ეს ამბავი და აღმოიფხვრა ცეკვა თამაშები, ცეკვები და ზეიმები ეკლესიებში, ტაძრებში ხო იყო რამდენიმე კადრი, არავინ გამათობს ამასთან დაკავშირებით. ირანი არის ქვეყანა, რომლის სიძლიერე და ღირსება არ გამომდინარეობს რომელიმე მსოფლიო ძალის მხარდაჭერიდან ან მისი ორბიტის ნაწილად ყოფნიდან. ეს სიძლიერე მომდინარეობს საზოგადოებრივი საფუძვლიდან. იმ ხალხისგან, რომელიც 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა ქუჩებსა და მოედნებზე ისრაელისა და აშშ-ს სასტიკი თავდასხმების პირობებში, ოღონდ გავიხსენოთ, ამ ხალხზე ბევრად მეტი იდგა ალი ჰამინეის რეჟიმის წინააღმდეგ, საიდანაც 40,000 კაცი მოკლეს. მინიმუმ 36,000 რა. ზე მეტი ეს დადასტურებულად და რეალურად ვინც ის და 50,000-იც კი. იმ ხალხისაგან, რომელიც ეროვნული დროშის, ეს არ არის ეროვნული დროშა, ეს არის პაიც. აიათოლების დროშა 1979 წელს არსებული, ერთდროულად უჭერდა მხარს როგორც დიპლომატიას, ასევე ბრძოლის ხელს. თუ შეერთებული შტატები ქვეყანა, რომელიც დაუსრულებელ ომებშია ჩართული, ფიქრობს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა განსაზღვრავს შედეგს, ირანი დაანახებს, რომ მშვიდობის გეოგრაფიას რაკეტები მოხაზავენ. მშვიდობის გეოგრაფიას მოხაზავენ რაკეტები, ხო თამას ამბობს კაცი, რომლის სახელმწიფოც ახლა ძალიან დაუკიდურესად დასუსტებულია, რომლის შეერაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია, რომლის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია და აქვე ვიტყვი, რომ რა საკვირველია იყო მაინც
შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია მაინც იყო ერთგვარი მისკალკულეიშენი, ანუ არასწორი კალკულაცია, გაცილებით სწრაფად ვარაუდობდა ბიბი ნეთანიახუ ხსენებული და საკრიტიკო და დონალდ ტრამპი არ ხსენებული, თუმცა შესაძლოა საკრიტიკო ირანის პრობლემის მოგვარებას და ორმოზის სულტეში გაიჭედა ვიდრე სახმელეთო ოპერაციები, რომელიც არც გამოდის. ამიტომ მე ორივე ხელით მომხრე ვიყავი და ვარ ტერორისტების ლიკვიდაციისა, მაგრამ ჩემი აზრით უმნიშვნელოვანია მაინც და მაინც ეს უნდა ამირქვა და აღნიშნა, მაგრამ ამავდროულად მომხრე ვიყავი და ვარ, რომ ესეთი რეჟიმები დასრულდეს სწრაფად და არ გაიწელოს პროცესი, იმიტომ რომ დავთმის პასი მადარდებს, ისიც მადარდებს, მაგრამ ასევე მადარდებს ვერ მოგვარება პრობლემებისა, მაგრამ ჩვენ ხო ამ კაცზე ვლაპარაკობთ საბოლოო ჯამში და ამ კაცის თავხედურ სტატუსზე ასე ვიტყვი. იმ პირობებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 180 დღის საქმიანობის მიზანი იყო განეხორციელებინა და განმარტებითი და განსაზღვრელი პოლიტიკა საკუთარი პოზიციებისა და პრინციპების შესახებ. პოლიტიკა, რომელიც აჩვენებდა თუ რა მიღწევები მოიტანა ირანის შესაძლებლობებმა ამ წლების განმავლობაში ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების, კულტურისა და სპორტის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში. აქ არ არის ჩამონათვალში სხვადასხვა მედიცინა და სამწუხარო არ არის ერთადერთი საკითხი, რომელშიც მე დავეთანხმებოდი ამ კაცს, რომ ეხსენებინა მედიცინაში მიღწევები. ეკონომიკაზე, სოციალურ განვითარებაზე, კულტურაზე, სპორტზე, პოლიტიკაზე, თავდაცვაზე და ტექნოლოგიებზე რა გითხრათ რით გაგახაროთ. შემთხვევითი არ არის, რომ მთელი ომის განმავლობაში არც ბენზინის ფასი გაზრდილა 95 მილიონი ირანის მოქალაქისათვის და არც ერთი საცხობი, თუ საცხობი არ დახურულა. უფრო მეტიც არც ერთი გზა, რომელიც აგრესორი გზალების უსიწყვილო თავდასხმების შედეგად დაზიანებული სატრანზიტო ან ურბანული ინფრასტრუქტურის ნაწილს უკავშირდებოდა, არ დარჩენილა ჩაკეტილი რამე და რთული წინააღმდება იყო, ამიტომ აღარ გავაკეთებ კომენტარს. ამ 180 დღის განმავლობაში, ანუ რაც ელჩია ეს კაცი, ირანმა აჩვენა, რომ დაამტკიცა საკუთარი თავდაცვითი ძალა და აღარ წარმოადგენს მხოლოდ წერტილს გეოგრაფიულ რუკაზე, რაც არსებით იტყუილია. ირანი დამარცხდა, მნიშვნელოვნად დასუსტდა ამ ხნის განმავლობაში, რომლის განადგურება იგნორირება შესაძლებელია. აღარ წარმოადგენს მხოლოდ წერტილს გეოგრაფიულ რუკაზე, რომლის განადგურება იგნორირება შესაძლებელია. ირანმა აჩვენა, რომ არის ქვეყანა ცივილიზაცია, რომელიც წარმოადგენს მეოთხე საყრდენს ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული, პასუხისმგებლიანი, მამაცი და საკუთარ ძალებზე დაყრდნობილი ძალის წარმოსაჩინად. რა არის ეს 4 საყრდენი? ამას განმარტავს რამდენადაც მახსოვს თუ არა, შეიძლება არა. მე ვერ განმარტავ მოცემულ ეტაპზე. გაგვეწელა და ვიდეო ბლოგი ისედაც და 42 წუთი უკვე 53. ირანმა ამ ომში ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად 47 წლიანი ძალისხმევისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების თავშეკავების ნაჩვენებდა, იმ პირობებშიც კი, როდესაც სადამ ჰუსეინს აქ უკვე ერაყის ომს იხსენებს და მე მგონი გადავახტეთ, იმიტომ რომ კიდე გვაქვს ბევრი სალაპარაკო. მოკლედ არ არის საჭირო სადამ ჰუსეინის გახსენება, გადავახტეთ რა მაპატიეთ. სამწუხაროდ ბოლო ორი ომის განმავლობაში მათ საჰაერო სივრცე და ხმელეთი აგრესორის სამხედრო, ესე იგი სპარსეთის ყურის ქვეყნებმაო დაუთმესო აგრესორსო სივრცეებიო და სადაზვერო სტრუქტურებიო და სამხედრო ძალები საჰაერო სივრცეო და ასე შემდეგ. ამ ვითარებაში ირანს აღარ სურს შემწყნარებლობის და თავშეკავების პოლიტიკის ფარგლების დაუშვას, რომ მისი სამეზობლო გარემო გადაიქცეს პლაცდარმად, საიდანაც დარტყმები განხორციელდება ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს არის გზავნილი ადრესატი საქართველოს ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი იქნა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სუსტი და შეშინებოდა ამ ჩვენს ქვეყანას ამგვარი ბაქია პოლიტიკოს დიპლომატებისა და ამგვარი ბაქიური განცხადებებისა. მე არ ვამბობ იმას, რომ ირანი ამის გამკეთებელი არ არის, როგორ გეკადრებათ. პირიქით ვამბობ იმას, რომ გამკეთებელი არის. ვინც ის და მაგრამ შენ დაგიცავდა ის, რომ შეყოფილიყავი ადეკვატური და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაზე ორიენტირებული შენ არ ყოფილიყარ ამ ხნის განმავლობაში. ეს არის დანაშაული ზიდა ივანიშვილისა ქართული სახელმწიფოს წინაშე.
სწორედ ამიტომ დიპლომატიური გზავნილების მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის მეზობელი რეგიონების ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფო საქართველოს გულისხმობს. არა მხოლოდ განუცხადა ირანის მტრების მხარდაჭერა და მათთვის მოქმედების შესაძლებლობის შექმნა უპასუხოდ არ დარჩება, ანუ ეს გაუგზავნეს ევროპას. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ გზავნილის მიღების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დახურა. ეს პენტიგული წყება ალბათ უფრო და მკაფიოდ და კატეგორიულად განაცხადა, რომ შტატების სამხედრო კომპეტენციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ქვეყნებმა, რომლებსაც ძლიერი ეროვნული არმიები ჰყავთ, ასევე უარი განაცხადეს საკუთარი აკვატორიის, ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაზე აგრესორი სახელმწიფოსთვის. და ეს არის ერთგვარი სიმართლე, მოდი ასე ვიტყვი. ბოდიში სიტყვისთვის, მაგრამ ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმა ჩაიკუკეს უკაცრავად. დაუშინდნენ ირანს. არ ვამტყუნებ. მე უფრო ამერიკელებისკენა ვარ, რომლებმაც თქვენს რომ დამიჭირეთ მხარი. მაგრამ ესპანეთს, რომელსაც რასაკვირველია ვაკრიტიკებდი და ვაკრიტიკებ და ვაკრიტიკებ, ხო, ვამტყუნებ რასაკვირველია, მაგრამ აი დამფრთხალობის გამო ვაკრიტიკებ. რომ 10 წლეულების განმავლობაში ევროპამ, არათუ საქართველოს ხალხმა, ევროპამაც კი მოარღვია საკუთარი უსაფრთხოების სისტემები. და ყველა განცხადებას თეირანიდან ან არაადეკვატური რეჟიმებიდან კანკალით ხვდება. ერთ შემთხვევაში ესპანეთი, მეორე შემთხვევაში საბერძნეთი. სხვა შემთხვევაში მათ ძლიერი სახელმწიფოებიც კი. გვინდა ამეზობლებს სახელმწიფოების პირდაპირ შევახსენოთ. აგრესორების ის ბაზები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ლეგიტიმური თავდაცვის უფლების ფარგლებში სამიზნე გახდება. აი აქ უკვე ირანი ეს წარმომადგენელი კიდევ უფრო თავხედია. ანუ პირდაპირ გვეუბნება, რომ ემან თქვენთან ბაზი ხო არ არის, არ აქვს ჩვენ ბაზა ამერიკული. მაგრამ ემან არ გაჩნდეს ბაზა, თორე ლეგიტიმური სამიზნე გახდება. მოდის ვიხდი. აბა გაბედეთ მაშინ და ინჯერლიკის ბაზა დაბომბეთ თურქეთში თუ მაინც და მაინც. გაუბედავს ირანი თურქეთს. ბევრი რამ გაირკვევა, არა, ეს კი არ გაირკვევა, მაგრამ ბევრი რამ გაირკვევა ჩვენს თურქეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გაირკვევა ახლა მალე. როდესაც გაიმართება ნატოს სამიტი სწორედ თურქეთში. და ერდოღანი იზოლებული იქნება და აფიქსიროს ან შუალედური ან ის ერთგვარი პოზიცია, მათ შორის ირანის კონტექსტზე, უკრაინაზეც, მაგრამ ირანის კონტექსტზე. 50 წუთი მალე 1 საათია ვარ ეთერში. ძალიან საინტერესო თემა არის რა. ვინ უყურებს, არ მაინტერესებს. მაგრამ ვასრულებთ პრინციპში. დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია, მეზობელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების წინააღმდეგ. და ხდება რა გვაზავას, რა ქვია. რა ქვია იმ გვაზავას? ეპისკოპოსი რო პატრიარქი რო და გამხდარიყო. ვიღაცებს რომ პატრიარქი გამხდარიყო რა. იმ გვაზავას და არა მხოლოდ გვაზავას. რას გადავეკიდე იმ გვაზავას? ხდება და ამას ეუბნება, რომ ვარაო, რას ვსარებთო ირანიო. არასოდესო არ ყოფილა აგრესორი მეზობლების წინააღმდეგ და ისიც თავს უკლებს. ირანის ისლამურ რესპუბლიკას არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი. როგორც ბირთვული კომბინების შექმნის, ბირთვული იარაღის შექმნის წველი სურვილი კი აქვს. დღეს ჩემი ქვეყანა წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელიც ეფუძნება ხალხის პირდაპირ ნებას, 40,000 კაცი მოკლეს. და რომელიც საარჩევნო პროცესებისა და კონსტიტუციური ჩარცროს ფარგლებში გააგრძელებს საკუთარ გზას, ანუ ბალისტიკური რაკეტების შექმნას, ბირთვული მტვრის შექმნას, ბირთვული იარაღის შექმნას, არაადეკვატურობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 50 წუთი მართლა ამოიწურა. ამ წერილის ავტორი არის ალი მოუჯანი.
ის 6 თვეს აჯამებს საკუთარი მუშაობისა საქართველოში და რამდენიმე ისეთ ამბავს გვიმხილს, რომელთა თაობაზე ჩვენ დასაკვირველი ინფორმაცია გქონდა განა არა, მათ შორის ამბავი იმის თაობაზე იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ირანი ელაპარაკება და აჯერებს, რომ არაადეკვატური კი არა, აგრესიული იქნება მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში თუ საქართველოს დროშას არ გაარის, უკაცრავად აძას არ გაანათებს დროშის ფერებში. სამზიმის წინ არც აწერს დარცალია ურვანი კაცი ჩანაწერს არ მიუსამზიმრებს. ობახიზი არ გაიქცევა სატირალში და არ იტირებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მძიმეს მდგომარეობაში არიან მართლა ეს საწყლები. თავისი ბრალია, ხო? იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთის აგენტები არ არიან. თავისი ბრალია რომ აი ამ ჩიხში აღმოიჩინეს საკუთარი თავი იქიდან ოკეან გაღმიდან ფოტომაგდალეულები აქედან, ფოტომაგთან ყოფები იქიდან. ინარია ფოტომაგ. აწებიან. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის აგენტები არ არიან ეს თავის უბედურები ამ შემთხვევაში, ხო? უმძიმეს მდგომარეობაში ირანი ეუბნება რომ იცი რა არის აზიაში სამი ჯარისკაცი გაიჩნდება თუ არა ამერიკელი დავბომბავი შერმაზიას ბიზნეს პირდაპირ შლობით აკანკალებს იმიტომ რომ მართლა არ უნდა ეს ომი. მეორე სხვი ამერიკელები ეუბნებიან რომ ეხლა დაგასანქცირებთ და ქვეყანასაც დედას უტირებთ ბიზნეს რაღაცა უწევს რუსები ზემოდან აწვევიან ჩინელები აქედან თბილბილად შემოდიან. აზერბაიჯანის თავისი პირობები აქვს გაზი მოგცემ ეხლა არ მოგცემ და ასე შემდეგ თურქეთი შეთავის სიტყვა არ უთქვამს თურქეთს ძიმე სიტყვა არ უთქვამს ევროპელები და ასე შემდეგ რატო რაც ჩაიგდე ამ დღეში საკუთარი თავი შეჭორვილელო ხვითო შენა შესაჩხერელო ხვითო რატო ჩაიგდე ასე თუ ისე ძალიან ცუდი ასაკვირველი არავინ არ კამათობს არავინ არ კამათობს რომ იქ წინა ხელისუფლების დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები მაგრამ შემოხვედი ხომ შეგეძლო რომ შედარებით ნორმალურ ტიპებთან ერთად რომლებიც ყავდა შედარებით ნორმალური ამათთან შედარებით ბისმარკები იყვნენ გაგეგრძელებინა ეს შედარებით რბილი პოლიტიკა 22 წელს ის პოლიტიკა რომ არ შეგერჩია ახლა ხომ შეერჩი ახლა ხომ წინ ვიქნებოდით ახლა ეს გაშანტაჟებს ეს კაცი ეს უგვანი კაცი ეს თამხედი კაცი მე არ მერიდება ამ სიტყვის წარმოთქმა ელჩზე აბა ეს არ უნდა თქვა რასაკვირველია მეორე მხრივ, მაგრამ ეს კაცი შენი ქვეყნის მოცი, ჩვენი ქვეყნის მოცი გვემუქრება რა. ოღონდ ამბავის ის არის რომ შანსი არ აქვს რომ დაუძვე. ამას. შანსი არ არის რომ არ აქვს მაკაბოჭორიშვილს რომ არ შეხვდეს და არ მოისმინოს ეს ბოლები და არ დაიჯეროს რაც თავარია. არ მიაწოდოს შესაბამისი ანალიზი თუ ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამოგიცულცულებს ხოლმე ამ ინფორმაციას და შენს განკარგ. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ პოლიტიკის არმცოდნე პირები მოხვდნენ ხელისუფლებაში. დიპლომატიის, როგორ უნდა გააბედინო ეს ნებისმიერი ქვეყანა ამერიკის ელჩს არ უნდა გააბედინო. ეხლა ამაზე უარესი წერილო და წეროს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დამირეკონ ერთი და ეხლა ნახეთ როგორც მაგალითად და ეხლა ვიდავწერ აი დავამთავრებ თუ არა ვიდეო ბლოგს დრაფტს. დავწერ ამ ხელავე წერილს ამერიკა რასიზმს. არ გაბედოთ და რაღაც ის გადაუგზა. ამაზე უარეს წერილი დაწეროს. მე იმისი უნდა შეგეშინდეს, რუსებმა რომ დაწერო და დაგიბომბათო მე ამერიკელები არ დაწერენ წერილს ხადი. ჩვენ გვემუქრებიან მხოლოდ არადემოკრატიული ეს დემოკრატიული რეჟიმების წარმომადგენლები. ეს კაცი არადემოკრატიული რეჟიმის წარმომადგენელი. ოღონდ გაფართხალების, გაჩამიჩუმების უფლებაც კი არ აქვს. ახლა ბიზინა ივანიშვილს. იმიტომ რომ ამ მუქარების თუნდაც 1% რომ შესრულდეს მართლა ბეწვის ხილზე არის ისედაც ეს კაცი და მართლა ძაფზე ჩამოეკიდება მისი ძალაუფლება და დაკარგავს და ამისი კი ეს კი არ უნდა ამისი კი მართლა ეშინია იმიტომ რომ ბიტკოინები ხომ და გამოიმუშაოს გალტანის ქარხანაში მაინერები ხო აქ თავისუფალ გრანის თუ ჩანდაბა სადღაც რომელიღაც ქარხანაში ამასობაში ჩვენი შვილები ეწირებიან სისუსტეს მათ შორის ამ ბანდა ხელისუფლების. ამიტომ წარსულზე არ ვლაპარაკობთ, კი არ ვლაპარაკობთ მე წარსულზე. არავითარ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ. მომავალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ძირები რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, რის გამო ხდება ეს ყველაფერი. ესენი აღმოსაჩენია. ირანი აქ
სუყედ არის წარმოდგენილი. ირანი ეხლა შეერთებული დასავლეთის შეერთებული შტატების კონკრეტულად არსებითი მოწინააღმდეგეა, კონცეპტუალური მოწინააღმდეგეა. შეერთებული შტატებმა ბევრი შეცდომა ბოლო პერიოდში ისრაელთან ერთად დაუშვა ბევრი შეცდომა, რამდენიმე არასწორი გათვლა იყო განა არა, მაგრამ შეერთებული შტატებმა გვარიერად დაასუსტა ირანის რესპუბლიკა. ეს კაცი რომ ამბობს, ვაუ, რა მაგრები ვართო, არა ათლად ეგრე. თუმცა ჩვენი უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ. ოღონდ ამერიკელებთან კონსულტაციის შედეგად ვეგან კონსულტაციის გარეშე ვერ იფიქრებ. შენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამათ მაგი ყველა ძაფი გადაჭრეს ამერიკელებთან. დასავლეთთან ზოგადად. აი ბლეიზ მეტრეველია ბრიტანეთში. უმაღლესი თანამდებობის პირია. ერთხელ მაინც აქაური სუსის უფროს უცდია დაკავშირება გაგვიცვალეთ რა ინფორმაცია რა. აი დაგვეხმარეთ რაღაცა ბაზების შექმნაში. თქვენ რას ფლობთ აქ რა? მეტრეველი თქო რომ ქართველია წარმოშობით ამდენად მახსოვს, უნდათ მახსოვს. სულ აქ რაღაც გვარიკი ქართული აქვს, მაგრამ იქ რაღაც ფლად მშობელი მამის თუ მშობელი ბაბუის გვარი არ არის ეს მეტრეველი. ამდენად მახსოვს დედამისის მეუღლის გვარი აქვს აღებული, რომელსაც არადერი ბიოლოგიური კავშირი არ ქონია იმ მეტრეվել კაცს უშუალოდ ბლეიზთან გვარი მისცა უბრალოდ ქართული. მაგრამ რაღაც ქართულ გვარს ატარებს, ხო? ამდენად შეიძლება ვწდები ხა, მეტრეველმა იცის ეგ და კიდე ვინმე მეტრეველმა. ვიდა ყოს მეტრეველი ცნობილი. სრული სახელმწიფოებრივი კატასტროფის წინაშე ვართ. აი ეს ერთი წერილიც კი ამის მადასტურებელია, რომლის გამოც კანკალებენ ესენი დამფრთხალები. როგორც ეს კანკალის მათი ბრალია. ამ მდგომარეობაში ქვეყნის აღმოჩენა არის პერსონალურად ივანიშვილის ბრალი. ამას რომ ბედავს ელჩი, ეს არის პერსონალურად ივანიშვილის ბრალი. 58 წუთი გამოვიდა მონოლოგი. ვინ უყურებს ახლა ამას?